ეხლა მინდა შევეხო ესეთ რამეს. ემიგრანტებო, პირველ რიგში თქვენ მოგმართავთ, ვისაც შვილები ყავთ დატოვებული აქეთ, თქვენს ქვეყანაში. მე ემიგრანტი ვიყავი, კაიხანი, იცით, დავბრუნდი, ჩამოვედი და ფაქტის სახეზეა, რაც დამხვდა, როგორც დამხვდა, ჩემი შვილი რა ვითარებაშია, რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს. რისი თქმა მინდა, მე მყავს ელექტრომანქანა BYD, რითიც მუშაობდა, ამით ვირჩენ თავს. კომპანია Yandex-ში ვარ გაწევრიანებული და თბილისში ძირითადად საღამოს პერიოდში ვიწყებ მუშაობას, დილამდე ვარ თბილისის ქუჩებში და ვემსახურები ჩვენ ქართველ ადამიანებს და ჩვენ ტურისტებს და ყველას. იმდენ სიბინძურეს ვეყრები ყოველ დღე ხალხნო, რომ სიტყვები არ ყოფნის როგორ ახსენო ეს ყველაფერი. ღამის კლუბებში, ჯერ ღამის კლუბები ავიღოთ ის, რომ ჩვენ ეკლესიების პირდაპირ არის ღამის კლუბები. აგერ შუაში ეკლესია, გვერდზე ღამის კლუბები. მთელი არაბები, მთელი ეს ფერატკანიანები. რა ვიცი, რომელი რჯული ერთი ჩამოვთვალოთ. ჩვენი 18-17 წლის გოგუები. მათთან ერთად მთელი ღამე ერთობიან. მანქანაში რომ მიჯდებიან, ისეთი მყრალი სუნი ამოსდით პირიდან, ან რას სვავენ არ ვიცი და დღემდე ვერ წარმომიდგენია. მოსაწევი სუნი, უგონო მდგომარეობაში. რამდენი ჩემერჩვის გეპიცები გამეღვიძე მინოს, რომ აი მიგიყვანე მისამართზე და გონზე ვერ მომიყვანია. ეს გრძელდება სისტემატიურად, ხალხო, ყოველ დღე, ყოველ ღამე. თბილისის ღამის ქუჩები იწყება ღამის 12 საათიდან არის დილამდე. რა ეშველება ამ ყველაფერს? ემიგრანტებს მოგმართავთ, თქვენ შვილებს, ნახევარზე მეტი ემიგრანტის შვილები, რო გონიათ, რომ სასწავლებლის ფულებს უგზავნით. რო გონიათ უგზავნით რაღაცა გადასახადის ფულებს. რატო არ აკონტროლებთ თქვენ შვილებს? და რატო არ კითხულობთ იმას, თუ თქვენი შვილები რას ჩადიან და ამ ფულს სად ხარჯავენ და რაში ხარჯავენ. ეს ჩემი საქმე არა, ეხლა იტყვის ბევრი იტყვიგანი შემოხვალ დამიცეთ რაღაცა კომენტარებს, რა შენი საქმეა, ჩემი შვილი რას დახარჯავს, ჩემი შვილი სადივი ზუსტად ჩემი საქმეა. მე ვარ ქართველი. მაშასა და მე მეზდება საქართველოში შვილი, რომელიც 18 წლის გახდა. მომავალი წლიდან ჩემი შვილი სტუდენტია და უნდა თბილისის ქუჩებში ჩემმა შვილმაც უნდა იაროს. მე არ ვიცი ჩემი შვილს ვინ გადაეყრა, მე რა დაზღვეული ვარ, ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია, მეთქი ამას არ ვიტყვი, ღმერთმა დამიპაროს. სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ნარკოტიკით გაჟღენტილი ახალგაზრდობის სიმრავლე, უპატრონობა, განუკითხაობა. ამაზე პასუხი რატო არ აგაქვთ, ხალხო? ამაზე რატო არ უპიქდებით თქვენი შვილები რას აკეთებენ ღამის 12 საათზე რო გავა, შენი შვილი კარებს გაიხურავს და დილის 6 საათზე შემოდის. ამაზე პასუხი სად აგაქვთ? რატო არ ფიქრობთ, სად იყო ჩემი შვილი, ვისთან იყო და რას აკეთებს? და რას აკეთებდა ამ მთელი ღამის განმავლობაში? რა, ტელეფონზე დაგირეკა? ხო, დედა, აქა ვარ, მეგობართან ვარ, ვანოსთან, პეტროსთან, მაიასთან, მაიკოსთან, რავი, თაკოსთან, რა მნიშვნელობა აქვს? ამით ვიჯერებთ ჩვენ და გულს ვდებთ, რომ ჩვენი შვილი მაიკოსთანაა თუ თაკოსთანაა თუ პეტრესთან თუ პავლესთან? არა, ხალხო. თქვენი შვილები იღუპება. 50% ახალგაზრდობის იღუპება ნარკოტიკში ცურაოს. თქვენი შვილები რატო აგჯერავთ, ჩემი? ამაზე გაამახვილეთ ყურადღება, ხალხო, გადაირიეთ პროსტა. როგორ ან ძმა არ აყავს, ან და არ აყავს, ან ბიძაშვილი არ აყავს დავიჯერო, ან ბებია, ან დედა, ან მამა. ასე თქვენ შვილებს როგორ აძლევთ უფლებას მთელი ღამე აი ესე ქუჩა იარონ და თავიანთი სხეული მიყიდონ ბინძურ ფერატკანიანებს, ბინძურ არაბებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრეს, ხალხო. მთელი თბილისი მაგათ ხელშია. მთელი თბილისი და 18-17 წლის გოგუები მაგათ ხელშია. სად არიან მათი მშობლები? სად არიან მათი პატრონები? არსად ჩანხართ. დამიჯერეთ. ხვალე თქვენი შვილი იქნება რიგში. აი ეს არის ჩემი კომენტარი. მე ამას ვიძახი
და ეს ხდება ჩემს მანქანაში. მე ყველას უმტყუნებ, ნახევარზე მეტი მანქანიდან მიხდება. ფოტოებს მიღებენ, ვიდეოებს მიღებენ, მე მუქრებიან, შენ ვინ კითხავს, ვინ აყარ. მაგრამ მე არ გავჩერდები. თავის გაწირვა რომ მომიწიოს, მაინც შევწირავ თავს ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რა. მე პატრიოტი კაცი ვარ, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ბოლომდე, სანამ პირში სული მიდგას და აი სანაგოე თქვენ შვილებში რაცაა და რო არ ინტერესდებით და იმ სიმბიძურეში დაძირული ბავშვები მეწოდებიან შვილს გეპიცებ, იმიტომ მეწოდებიან რომ პატრონი არ აყავთ. აზე მოდით ხალხო, TikTok-ში ტრაკის ქანაობა კი არა, TikTok-ში ღამის გათენება და ვიღაცა მათხოვრების ქოინების ყურება კი არა. თქვენ შვილებს მოთხოვეთ პასუხი, თქვენ შვილებს. ერი აღარა გონებაზე, ერი და ერში შედის ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ 40, 50 წლის, 60 წლის ხალხმა რაღაცა მაინც ვნახეთ ამ ცხოვრებაში და პატიოსნებაში გაიზარდა 90% რა. ვინც ძველ დროში ვართ დაბადებულები და ვიცით რა არის გაჭირება, ვიცით რა არის დალხინება და ვიცით რა არის პატივისცემა. გინდა ეკლესიის, გინდა ბერის, ერისა. და ჩვენ ქვეყანას წმინდა მიწას ასეთი რამე დღემდე არ ახსოვს და ამაზე პასუხი არავის არ გაქვთ. მიხედეთ საკუთარ შვილებს და აზე მოდით რა ცოტა. მიხედეთ თორე დამიჯერეთ რა. დამიჯერეთ ძალიან დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე. ერთ პატარა კიდე მაგალითს მოგიყვანთ რეალობას, სრულ რეალობას. 18 წლის ბიჭი მიჯდება მანქანაში და მეუნება გამიჩერე აფთიაქთან, გაუჩერე ღამის 3 საათია. გამოვიდა აფთიაქიდან და მეუნება ძე არ გინდა ტაბლეტკებს გაგიყოფ, მეუნება რა ტაბლეტკებია შვილო, მეთქი რა ტაბლეტკებს მიყოფმეთ. აი ქალთა რომ მიხვალო მაგარი გაგისორდებაო რა, მაგარ სტიმულს მოგწევს. 18 წლის ბიჭს რო ტაბლეტკები დაჭირდება ხალხო, იმის შვილი, იმისი გამრავლება არის 0 სტოლპასი. აი მეც აღარაფერს გეტყვით. თქვენი ამოთემურიჩი ღმერთმა გიშველოთ, ღმერთმა შეგინდოთ და აემხელა ცოდვით მთელი ცხოვრება. არ უნდა დადიოდეთ და ეს ცოდვა რას ნიშნავს იცი? ჩვენი უყურადღებობა ჩვენი შვილების მიმართ პირველ რიგში რა. მთავრობა ოდითგანვე ნაგავი იყო და იქნება. ყველა ქვეყანაში მთავრობის მოყვარული ადამიანი არ არსებობს. მთავრობას ნუ მიაწეთ ყველაფერს, საკუთარ შვილებს მიხედეთ, რო გეღუპებათ რა.